ისე თქვენთან ერთად არის პროგრამა ინფორმატორი და გთავაზობთ 10-ის ნახევრიან ყველაზე ვრცელ გამოშვებას შოუ ბიზნესის სიახლეებით. როგორც ჩანს, ქართულმა დიზაინერებმა მყარად გაიდგეს ფესვები რუსეთის მოდის სამყაროში. ამის ნათელი მაგალითია დიზაინერი ავთო წგვიტინიძე, რომელიც ქართული მოდის სახელით უკვე მესამედ წასდგა რუსეთის მოდის კვირეულზე. მაგრამ ამჯერად იგი ერთადერთი ქართველი დიზაინერი იყო, რომელსაც ეს პატივი ერგო წილად. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მოდის კვირეულზე სასურველი და საპატიო სტუმარი მუდმივად მაკა ასათიანი იყო, რა თქმა უნდა საკუთარი მოდელებით. წელს კი ეს მისია დიზაინერ ავთო წგვიტინიძეს დაეკისრა. არც ერთი ქართველი დიზაინერი არ მონაწილეობს, ვინაიდან მოხდა ესეთი ფაქტი, გადავწყვიტე რომ მიმეღა მონაწილეობა ამ კვირეულზე, გავაკეთეთ იმიჯი უკვე შევქმენი კოლექცია 2005 წლის გაზაფხული ზაფხული. ეს არის ქალი, ქართველი ქალი, რომელსაც უყვარს ელიტური საზოგადოება, საღამოები, უყვარს პოეზია, მუსიკა, ბარის და ასე შემდეგ. ანუ არის ინტელექტუალი, ოღონდ არა სახში დამჯდარი, რომელსაც უყვარს გაპრანჭვა, ჭორაობა სხვის ტანსაცმელზე და ცხოვრებით ახსავსი არის სხვადასხვანაირი, ყოველთვის შეუძლია ჩაიცვას აბსოლუტურად შავი, აბსოლუტურად ჭრელი, შეიძლება იყოს რომანტიკოსიც, ანუ ქაოტური არის აი ამ ქალის აზროვნება, მაგრამ ძალიან საინტერესო. ხშირ შემთხვევაში ქართველი ქალები ემოციურები არიან და აი ამას რაღაც ნაწილობრივ ვამართლებ. ჯერჯერობით რაც გამიკეთებ, ყველაზე ძალიან ეს კოლექცია მომწონს, იმიტომ რომ შეიქმნა ერთი რაღაცა ამოსუნ თქვით და სპეციალურად აი არც მიფიქრია რომ აი ეს ყველაფერი გამენაწილებინა ან კომპოზიციურად რომელიმე ქალი ამეღო აი უბრალოდ ავიღე და მთელი სულით და გულით და დიდი სიყვარულით ქართველი ქალისთვის შევქმენი და სპეციალურად ამისთვის ჩამოვაქვს ეს კოლექცია თბილისში. ამ მოდელებს მე მოსკოვში არ დავტოვებ, ვიმუშავებთ ალბათ შეკვეთებზე, როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ თვითონ კოლექცია უკან დაბრუნდება. აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში ახალგაზრდა შემოქმედთა კვირეული გაიხსნა. ასე რომ მთელი ერთი კვირის მანძილზე მაყურებელს სხვადასხვა კულტურული სახის საღამოების ნახვის საშუალება ეძლევა. კვირეული ახალგაზრდა მსახიობის მალხაზ აბულაძის მონოსპექტაკლით ლიფტში დაიწყო. ქართველი თანამედროვე დრამატურგის ოთარ პირტახიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის, რომლის რეჟისორიცაა გიორგი სიხარულიძე პრემიერა ამ წლის სექტემბერში ერთი მსახიობის თეატრში შედგა. სხვათა შორის ამ პიესის დადგმის სურვილი ბატონ კოტე მახარაძესაც გქონია. კვირეულია, როგორ არის ახალგაზრდა შემოქმედების. ჯერ კიდე ალბათ ვითვლები ახალგაზრდა შემოქმედად. ხო და არ ვიცი, ნორმალური იყო ეს ყველაფერი რა. ვიცი რაც, მე ვთვლი რომ ეს იყო ჩემთვის საჭირო. ძალიან განსხვავებულია თვითონ სპეციფიკა, მინდა გითხრათ რომ პირველად მუშაობს მახო ამ ჟანრში. თავისთავად სირთულეები იყო, მაგრამ ეს ესეთი სასიამოვნო წინააღმდეგობები გქონდა. წინა პლანზე წამოწია არტისტი და მე მიმაჩნია რომ ახო შესანიშნავი მსახიობია და ახერხებს ძალიან ჭიდრო კონტაქტს მაყურებელთან. თანამედროვე მამაკაცი საკუთარი პრობლემებითა და კომპლექსებით და რა თქმა უნდა მუდმივი ჭიდილით საკუთარ თავთან. ეს ისაა, რასაც მაყურებელი წარმოდგენაში იხილავს. ხოლო სპექტაკლი, რომელიც სულ რაღაც 1 საათი გრძელდება და პრობლემებს საკმაოდ მსუბუქად და შეიძლება ითქვას კომიკურადაც გვაწვდის, ძალიან სივრცეში მიმდინარეობს. ყოველგვარი მუსიკალური გაფორმებისა და დეკორაციების გარეშე. სცენაზე მხოლოდ რკინის პატარა კონსტრუქცია დგას, რომელიც ლიფტის იმიტაციას ქმნის. ასე რომ მთელი ყურადღება მსახიობზე და მის ოსტატობაზეა კონცენტრირებული. ექსპერიმენტების მოყვარული, ნოვატორული აზროვნების მომღერალი ირაკლი ჩარკვიანი შესაძლოა სულ მალე, სრულიად ახალ ადამიანად მოგვევლინოს. მას არც მეტი, არც ნაკლები მისი მეუღლე ქეთათო, ასე ვთქვათ, რთული ქირურგიული ოპერაციის შედეგად თავში ახალ ტვინს უნერგავს. ეს ყველაფერი მომღერლის ახალ ვიდეოკლიპში ხდება, რომლის გადაღებებიც ამჯერად მიმდინარეობს. ირაკლი ჩარკვიანისა და ქეთათოს მუსიკალური ოჯახი იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც კლიპმეიკერების ექსპერიმენტებს ყველაზე ნაკლებად ექვემდებარება. ამიტომაც მაყურებელი კარგად უწყის, რომ ტელეეთერში დატრიალებული კლიპების უმეტესობა მათ ოჯახურ პირობებშია გადაღებული. ამჯერად ჩარკვიანი საკუთარ თავს, ისე როგორც ქეთათოს, საინტერესო ექსპერიმენტისთვის ახალგაზრდა რეჟისორ ჯაბა მელქაძეს ანდობს, რომელიც ყველაფერთან ერთად მუსიკოსის თაყვანისმცემელიცაა.
ირაკლი ჩარკვიანს უსმენ ბავშვობიდან ალბათ ჯერ ალბათ დიდი სიხარული იყო, იმიტომ რომ ირაკლი დათანხმდა. და მუშაობა ცოტა შესანიშნავია. ყველაფერი რაღაც ისე ადვილად მოყვება, იმ მუშაობაში არის ძალიან კარგი. თუ მყარი ნერვიული სისტემა გაქვთ, ღამით კოშმარები არ გტანჯავთ, გიყვართ თრილერის ჟანრი და ირაკლი ჩარკვიანი, მაშინ ნამდვილად უნდა ელოდეთ იმ სიახლეს, რომელსაც რეჟისორი ჯაბა მელქაძე შემოგთავაზებთ. ქართული კლიპების ისტორიაში ყველაზე ქირურგიული ვიდეოს გმირები ირაკლი ჩარკვიანი, ქეთადო და ქირურგიული ინსტრუმენტები იქნებიან. ხალი ირაკლი ჩარკვიანი თვითონ ირაკლი ჩარკვიანმა არ იცის როგორი იქნება და ამ მხრივ ძალიან საინტერესოა როგორი გახდება, იმიტომ რომ ირაკლი ჩარკვიანი აღარ იყოს ირაკლი ირაკლი ჩარკვიანი იყოს მეფე ან ერქოს რაღაც სხვა სახელი. არ ტვინის შეცვლა ბევრი რაღაცის შეცვლას ნიშნავს, მაგრამ მე ჯერჯერობით არ ვიცი რამდენ სრულებას გამოიწვევს ტვინის შეცვლა და კიდე კონცეპტუალური ისაა ეს ტვინი მაინც ჩემთვის მოაქვს ქეთათოს ჩემი თავიდან, ანუ მთავარი ქირურგიული ჩარევა ჩემ ტვინში ხდება ქეთათოს მიერ და მე ჩავთვალე რომ ეს ყველაზე კონცეპტუალური ადამიანია იმ თვალსაზრისით რომ სწორედ ის მიიღებს ტვინს. სივრცე, რასაც ეს კომპოზიცია გვთავაზობს, არის ჩემთვის ძალიან ახლო და ამიტომ მე ბოლომდე ამ კომპოზიციაში მე ვგრძნობ თავს როგორც თევზი წყალში, ამიტომ ძალიან მიხარია რომ აი ამ კომპოზიციაზე ვიღებთ ვიდეოს და სცენარიც პრინციპში ჩემთვის ძალიან მისაღებია და საინტერესოა. ცხადია საინტერესოა როგორი შედეგით დასრულდება მუსიკოსისთვის სააზროვნო აპარატის ანუ ტვინის შესვლა და რამდენად შეძლებს ქეთათო ოჯახურის გარდა ქირურგიული ფუნქციების შეთავსებას.